სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა უფრო ტექნიკური ხასიათის არის, მაგრამ საინტერესოა და ძალიან კარგია, როცა ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, ამჩნევენ ესეთ დეტალებს, რომელიც მერე ჩვენს, მაგალითად, გვაძლევს რაღაცა ბიძგს, რომ ეს ადგილი გავიხსენოთ. და ისევ ლაპარაკი არის ატაცებაზე, მეორედ მოსვლაზე. და ბევრს აინტერესებს ხოლმე ეს ჩვენთანაც მეც რო ვდებ ხოლმე ინტერესი უფრო აქეთკენ არის სატანებზე, ანგელოზებზე, ხოლმე რამდენად სწორია ეს არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ადამიანს აქვს ეს ტენდენცია და აქაც ხედავთ, ხო, უკვე მე რამდენად სვამენ ერთი და იგივე კითხვის. მე პირადად არ მქონია ესეთი ზედმეტად დაინტერესება ამ საკითხებისადმი, მე უფრო მაინტერესებდა რეალური, პრაქტიკული საკითხები, როგორიც არის წმენა, გადარჩენა, სულიერი გაზრდა და დარწმუნებულობა გადარჩენაში და პრაქტიკული ესეთი უფრო კითხვები და ესენი უფრო ესხატოლოგიური ნაკლებად, მაგრამ იყო თავიდან გამიჭირდა მე გამოცხადების წიგნის ქრონოლოგიის დალაგება, სიუჟეტურად და მე ამაში დამეხმარა მე მახსოვს რომ მომაწოდეს ერთ-ერთი საინტერესო ებრაელი წარმოშობის ავტორი იყო იმის სქემა და მერე უკვე ბევრი გარჩევებით, პარალელებით დანიელის წიგნიდან, ესაიადან, ეზეკიელიდან, რომ ყველაფერი ესენი დამელაგებინა. ბოლოს ერთ-ერთმა კანადელმა ძალიან კარგად დაალაგა, საწუხაროდ მე არ მაქვს ეგ რო ქართულად თარგმნო, ახლა შეიძლება კიდევაც მაგის ქართულად თარგმნა, რომ ეს სქემა, რომ კარგად გქონდეს ჩვენ მაგალითად თავში, ისე რო წაიკითხავ თავიდანვე პირველად არეული არის, იმიტომ რომ ეს არის უფრო გამოცხადება და სიუჟეტის შეკვრა უჭირთ ხოლმე და შეკუმშულია ძალიან ბევრი. ზოგჯერ დროებით უსწრებს წინა უკან არის, იცით, ბიბლიას აქვს ესეთი მეთოდი, რომ მაგალითად ხშირ შემთხვევაში ქრონოლოგია დარღვეულია. და ეს ბევრს აბნევს ხოლმე. ამიტომ აი ესეთი კარგად ჩაღრმავება ამასთან, ხო, სქემატობრივად და სქემა რატო არის კარგი სქემა და თარიღების ხაზი, დროის ხაზი, რომ გეუნება და ალაგებს მოვლენები რას მოყვება. რო დაალაგო, ხო, თავიდან რო იწყება ბეჭდების სახს და მერე საყვირები, მერე თასის გადმოღრა და ყველაფერი ესენი რო შეაერთო კარგად და ჩამოსხმულად იყოს შენ თავში. 1000 წლეული საჯდება, ატაცება სად მოდის. და ამაში ყველანაირად ამათო დიდი შრომა გაწიეს ინგლისურ ენოვანმა ქრისტიანულმა სამყარომ დიდი შრომა გაწია. ამას თქვენ ვერ მოძებნით ვერსად სხვაგან, ვერც კათოლიკეებს არ აქვთ, იმიტომ რომ სულ სხვა არეული აქვთ მათ ძალიან ბევრს. ხო, რაზე ლაპარაკი, როცა მათ გონიათ რომ 1000 წლეულში არიან და უკვე სატანა გაკოჭილია. всё, აღარ აინტერესებთ, ხო, იმის კვლევა. აქედან გამომდინარე ძალიან ისე არის რა, ასევე განსაწმენდელზე სულ არეული აქვთ, ხო, გარდაცვალების შემდეგ რა ხდება, ჩვენ წინა კითხვა რაც გავიზიარეთ. ეს კითხვაც ტექნიკურია და ამასვავს დონი. გამარჯობათ, მე მქვია დონ შაული და მაქვს კითხვა, უნდა დაგისვათ. ერთ-ერთი მათგანი, მე მგონი ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩემზე წინ თითქოს და ჩემი პირიდან ამოიღო და დამასწრომა და შეგეკითხათ ატაცებაზე რო ლაპარაკობდით მეორე თესალონიკელთა მეორე თავზე. და ჯონი პასუხობს, ამიტომ მე მომიწევს დიკი საყვანა ამ საკითხზეო, დიკი მისი ასე თქვათ, თანამსახური არის, რომ გაახსენოს თუ რაზე იყო ლაპარაკი. დონი აგრძელეს. პავლე დარწმუნებული ვარ, რომ აქ მორწმუნეებს ელაპარაკება, ასე არ არის? დიახ, მართალია, ჯონი პასუხობს, მეორე თესალონიკელთა მორწმუნეები იგულისხმება. მე წავიკითხავ ისევ ამ ადგილს, მერვე თავიდან რაც მე მაინტერესებს. მერვე მუხლიდან. მეორე თესალონიკეთა მეორე თავის მერვე მუხლიდან. მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი ესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარებს. მას ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება ყოველგვარი ყალბიძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათ იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ასევე თავად ქრისტე უკვე ჩვენ გვახსოვს 24 თავში მათეს სახარების ამას ამბობს. ეს არის უკვე 29 მუხლიდან. ყისვე გასაჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს. ვარსკვლავები ჩამოცვიდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მოთქვას დედამიწის ყველა ტომი და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზს დიდხმიანი საყვირით და შეკრევენ მის რჩეულებს 4-ვე ქართაგან ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
და მე მჯერა რომ მარკოზის სახარებაც ამას ამბობს ცადა მიწიდან, ხო? ბოლოში. ასე რომ მე გარკვევას ვცდილობ. ის ამბობს რომ გასაჭირის ბოლოს, ამას ამბობს მეფე ჯეიმსის ვერსია ბიბლია, რომ გასაჭირის შემდეგ რა, ესე იგი ქრისტე მეორეჯერ გამოჩნდება, ესე იგი პირველად დასაწყისში, სადაც როცა აიტაცებს და ბოლოშიც შეიძლება რომ ეს კითხოთ და ჯონ მაკარტურის ხოთ. იცით, დარწმუნებული არა ვარ დონ რომ მე კარგად მესმის ის კითხვა, რასაც თქვენ ასვათ. განა ეს საცოდაობა არ არის, გთხოვთ კიდევ ერთხელ დამიზუსტოთ, გაიმეორეთ. დიახ, ქრისტე ამბობს მეორედ მოსვლისას, რომ ის მოდის გასაჭირის შემდეგ. საყვირის დაძახებაზე 30-ე მუხლში ესეა, მაშინ როგორ შეიძლება რომ იყოს გასაჭირამდეც ატაცება? რა, ის ორჯერ მოდის? რატომაც არა? ჯონი პასუხობს. ის ერთხელ იყო აქ, ხომ? მართალია, მისი მეორედ მოსვლა. თუ არის გასაჭირამდე ატაცება, მაშინ ის მოდის გასაჭირების შემდეგაც, ეს ხო იქნება 3. არა, ეს სულაც არ იქნება 3, ჯონ მაკარტური პასუხობს. ბიბლიაში არსებობს მხოლოდ 2 აღდგომა. პირველი აღდგომა და მეორე აღდგომა. ხო მართალია? დიახ, მართალია. ეს არის გასაჭირის დასასრულს. დიახ, პირველი აღდგომა 3 ნაწილისაგან შედგება. კრისტე პირველ ნაყოფი, ძველი აღთქმის წინდანები და შემდეგ ეკლესია. ხედავთ, ესე არის 3 ნაწილი პირველ აღდგომაში. ქრისტე პირველად რო აღდგა, ძველი აღთქმის წინდანები და შემდეგ ეკლესია. 3 ნაწილიანი პირველი აღდგომა. და რატომ არ შეიძლება მეორედ მოსვლას ქონდეს 2 ან 3 ნაწილი? რამდენი ნაწილიც ღმერთს მოისურვებს და გადაწყვიტავს რომ იყოს? ო, გასაგებია, ჯონ. ესე იგი, ეს ვერსია უფრო ჩემთვის მისაღებია და მე ამ ვერსიას გავყვები და ეს უფრო დამილაგებს ამ ნაწილს. დიახ, თქვენ ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც იესო პირველად მოვიდა. გახსოვთ, ის როგორ მოვიდა? ის გამოდის, ესე იგი, იბადება, მერე გამოდის სამსახურებლად და მერე რო აღდგება, ისევ მოდის და უბრუნდება. ხედავთ, პირველად ის შემოდის სამყაროში, როცა დაიბადა, მერე გამოდის სახურებაში 30 წლის შემდეგ, ესე იგი 30 წლის რო გახდა და ის მერე საფლავიდან რო გამოდის, ისევ აგზელებს თავის სახურებას. ასე რომ ის მოვიდა დედამიწაზე, შემდეგ მოვიდა მსახურებაზე და შემდეგ დაბრუნდა საფლავიდან, როცა აღდგა. ასე რომ თქვენ ძალიან ნუ გაგიტაცებთ ეს ციფრები, ხო, რიცხვები და ნუ დაგაბნევთ. და უნდა უბრალოდ შეხედოთ, რომ მის პირველ მოსვლაშიც კი რამოდენიმე ეტაპი იყო. რატომ არ შეიძლება რომ მეორედ მოსვლისას ასევე იყოს რამდენიმე ეტაპი? ასე რომ თქვენ უნდა დატოვოთ ადგილი აი ამ გაგებისათვის. ხედავთ, დონ? დიახ, მადლობა ჯონ, რომ ნათლად გამაგებინეთ ეს ადგილი.